მოგესალმებით მეგობრებო, მუყურებთ ტყუპების პოდკასტის რიგით უკვე მეორე ეპიზოდს. როგორც იქნა დავქოქეთ მეორე ეპიზოდიც გვეღირსება, მხოლოდ ვინც პირველად ნახავთ, ჩვენ ვართ საბა და გარი, მე ვარ საბა, ეს არის გარი. და კვირის განმავლობაში მოხდა სხვადასხვა ამბებს ვაჯამებთ, საუბრობთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებს, ძირითადად რა თქმა უნდა პოლიტიკის თემას ვეხებით. ხო და საკმაოდ ესე იგი კარგი ხალისიანი და ნაყოფიერი კვირა გქონდა. განსაკუთრებით ეს პარასკევის ბოლო რამდენიმე საათი. დაგვემატა ახალი ამბავი, ერთ სიტყვით მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა ლელო ძლიერი საქართველოს ორი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ნუ ამ მოყვა ამას ცხადია რაღაცა განხილვები რაღაცა. გარიგდნენ არ გარეგდნენ და ბიზნესს სპეციალურად გააკეთა ეს ოპოზიციაში რაღაც საუბრები დაიწყოს, რომ აი ნახეთ ისინი გარეგებულები, ნუ ერთ სიტყვით რაღაცა შუღლი ჩააგდოს. შენ რას ფიქრობ გარი ამ ამბავზე? ნუ პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ეს. პირველ რიგში მოვესალმები მამაყურებელს და გამოიწერეთ ახლა დაალაიქით, იმიტომ რომ ბატონო. ავუკრიფოთ მალე. გვინდა რომ 1000 კაცამდე ავიდეთ მალე და ის არის რა. არც და არ გუჩქარება. ახლა გავაგზავნე. ხო, რაც შეეხება მგონია პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხო, მგონია რომ გარიგებაზე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ლელო რო კოცებთან საუბრობდა, ვიცოდეთ ხოლმე ისედაც რაღაც შუამავლებით. მგონია რომ არ გარიგებულიყვნენ მარტო ოცნებას აწყობს ეს რეალურად და ხო, რა ქვია, შეუძლებელია, მეც როგორც ოპოზიციური ამომრჩეველი და იმ ბოიკოტის მომხრე, რავი რა ლელოზე ისე უფშტაბეჭდილებები დამეკარგება ამის მერე, იმიტომ რომ რაღაც ჯერჯერობით რაც რამოდენიმე საათი გავიდა დილას რო გავიღვიძე, რაღაც ლელოს კომენტარები იყო, რეჟიმი შევაშინეთ, რა თქმა უნდა შუღლი შემოაგდონ, მაგრამ აი წნეხს ვერ გაუძლებს. ვაით ქვეყლებო, მაგით გამინდა ხოლმე. სულ არაფერი არ მოდის თავში. იმას ხო და არ ვიცი გარიგება იყო თუ არა, მაგრამ რავი, ჩემს ლელოსთან ამის მერე თანამშრომლობა შემორჩა იმაზე საუბარი, რომ ერთიანობა უნდა იყოს სრული. ვერ წარმოვიდგინე და რომც იყოს, იმდენად მიუღებელი იქნება ეს ოპოზიციურ ბაბლშიც. ანუ ეს რავი, ოცნების ყველა პონჩი ოცნებამ ძალიან მაგარი ქულა დაიწერა დღეს, ძალიან მაგარი რა თემა შეასრულა. საღოლ ბიძაშენს. ბიძაშენს რა უფრო ბიზნეს. ბიზნეს, ხო. ხო, ნუ ეგეთი ამბავია, ეს სიტყვით რაღაცა ალეკვეჯიშვილის დამატებამ ცუდად იმოქმედა ლელოზე, იმიტომ ფაღარათი გადასდა ყველა სადღე მარტო ალეკო იჯვამდა, ეხლა მთელი ლელო იჯობს. ხო, ნუ საუბრები იყო, ერთადერთი რაც შეუძლია ეხლა ლელოს სწორი გააკეთოს, ნუ რაღაცნაირად გადააგდოს ბიზნესა. ნუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ცხადია, იმიტომ ნუ რაღაცა ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია სჭირდება, პუტინს სჭირდება ლეგიტიმაცია, მაგით უატარებს დღემდე არჩევნებს ლუკაშენკოსაც და ნუ კოცებს ცხადია სჭირდებათ ლეგიტიმაცია. და მაგ ნაწილში ნუ ცხადია რაღაცა იმ გარემოს შექმნის მცდელობა იქნება, რომ აი რაღაცა ყველა მონაწილე პარტია, ნუ რაც დაწერა ყაველაშვილმა ერთ სიტყვით, რომ ყველა მონაწილე პარტიის ლიდერი გარეთ იქნება. და მათ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოს მხრიდან შეიძლება იყოს, რომ ხო, ნუ რაღაცნაირად გადაგდება ბიზნეს და ამ არჩევნებიდან ჩახსდა. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მამუკაზე უცებ გაჩნდება არაერთი საქმე, როგორც ბადრიზე და უგულავას რო გავუკეთს ერთ დღით რო გამოვიშვეს და მეორე დღე ისევ რო დაიჭირეს, იგივეს უზავენ ამათაც. აი წულუკიანის კომისიას ალბათ შევეხებით ჩვენ, მაგრამ შემდეგ თემა იქნება. იქ ახსენა წულუკიანმა ზუსტად ეს თემა შემოაგდო და ეკვა რომ თუ ტრაქს არ დააყენებთო შეგაბრუნებთ ძალიან დიდი ხნითო. ხო, ნუ ეგ მიზანი ქონდა რა თქმა უნდა და ნუ წნეხი იქნება ქართული ოცნების მხრიდან ნახოთ ლელო რას ისევს. მე არ მაქვს იმის იმედი რომ არჩევნებზე არ გავლენ. არც მე. პირიქით. რა უნდა მოხდეს? პირიქით იტყვიან აი რეჟიმი წნეხს ვერ გაუძლებს. დაჩოქებულია. ეხლა მამუკა და ბადრი ჩაიბღაუჭებიან თბილისის გამოგლეჯის ამბავს. ხო, ნუ ესეთი ამბავია, ბევრს ამაზე არ ვილაპარაკებთ, ნახოთ დრო გვიჩვენებს. იდეაში და გარი მახსენე ეხლა ხო წულუკიანის კომისია. ნუ გარდა იმისა, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებზე საქმის აღძვრის რაღაცა მასალების მოგროვებას ემსახურებოდა ის, ასევე ემსახურებოდა ზოგადად რაღაცა ვარდების რევოლუციის მნიშვნელობის დაკნინებას ქვეყნის ისტორიაში, ისტორიის გადაწერის მცდელობის იდეაში. დღეს მათ შორის რაღაცა ოკუპირებული ცხინვალიდან წამოვიდა მესიჯები და ნუ რაღაცა დიდი მადლობები გადაუხადეს წულუკიანს და როგორც იქნა ქართულმა მხარემ ოფიციალურად აღიარა სპიაშიც ხინვალი. კი, ოფიციალურად აღიარა ის, რომ ნუ ქართულმა მხარემ დაიწყო ეს ამბავი და ხო, ნუ ეგეთი ამბავია, ეგ მცდელობა არის ცხადია და რაღაცა
მე გარმისმის რაღაცა ჯგუფის ან ადამიანის სიძულვილის გამო რაღაცნაირად უნდა აწერდე ხელს ისტორიის გადაწერის მცდელობას. მე წინა პოდკასტებში ვთქვი, რომელიც ეთერს არ ეღირსა. როგორც 91-ში რაღაც რეფერენდუმზე არას შემომხაზველი იდიოტი მგონია, ასევე იდიოტი მგონია ყველა ადამიანი, ვინც თავის დროზე ვარდების რევოლუციას მხარს არ უჭერდა. თუმცა წულკიანი ამბობს, რომ ხო, რაღაცნაირად არალეგიტიმურიაო. სახელმწიფო გადატრიალება იყო და შევარდნაძეს არ დაუწერია დღემდეო. დღემდე არ დაუწერია წასვლის განცხადება და ხო, რაღაცა სწორ განვითარების სწორ გზაზე მყოფი საქართველო ნაცებმა გადაჩეხეს უბსკულში. აი, პათოსი აქვს წულკიანს. ეძიკა ცოცხალია თუ არა ეთყო და შიქო არა გაქალო გარწმუნებული. ცოცხალი აღარა. ხო, აღარა გამოგჭი ჩაყლა. ითორე ეთყო და შიქო არა გაქვს შენაო. ხო და მან ამბავი არის ის რომ ანუ ჩვეულებრივი პროპაგანდა იწულუკიანს ძალიან უსმინდა მათ შორის წავიკითხე რაღაცები იმდენ დიდი ტექსტი იყო მარტო სერჩით ვიპოვე კონკრეტული სიტყვები რაც მაინტერესებდა იმ საბუთში იმას ვწერდი და ვიგებდი რა წერია და ესეთი ამბავია რომ ის არის სკოლებში დაიბეჭება როგორ ერთი წლის ამბავიც არ არისო წულუკიან ანუ მე არ ვიციო როგორაა მაგრამ დაასპოილერა რომ სკოლებში დაიწყება სწავლებაო და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ბავშვებმა ნაცები გიყვართ არ გიყვართ ბევრი მინუსი იყო 2012-ში რა თქმა უნდა ნაცები უნდა შეცვლილი იყვნენ და სწორი იყო და რავი ისაც ბევრი პრობლემაა მაგ პარტიაშიც რა თქმა უნდა და ის არის მაგრამ ვარდების რევოლუცია ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიაში კი არა ზოგადად საქართველოს მრავალ 3000-იანი და მრავალ 1000-იანი წლიანი ისტორიის განმავლობაში ვარდების რევოლუცია არის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი რაღაცა რა ეგ რო არა არ ვიცი ჩვეულებრივ ვიქნებოდი შეიძლება კოცები რომ მოსულიყვნენ 2003 წელს წარმოიდგინე ვიქნებოდით ეხლა რა ისე ტაჯიკეთივით ვიქნებოდით რაღაც ეგეთი ვიქნებოდით ხო სომხეთ და აზერბაიჯანსაც ვერ ამბობ ვერა ხო მაგაც ბევრად უარესი ვიქნებოდით ხო ნუ ეგ არის თულკიანმა განათლების და ის არის პრობლემა ხო ჩვენი პოდკასტის მიზანი მათ შორის YouTube-ზე და TikTok-ზე ისაა გათვლა რომ ახალგაზრდებს რაღაცები მუშაობს ან ნაცებს ბევრი პრობლემა ჰქონდათ ბევრი რაღაცა გირგვლიანი საქმე რამოდენიმე საქმე მაგრამ ბევრი რაღაცა ეტენებათ ის მათ შორისაც მარტო ნაცებს კი არა ზოგადად საქართველოს ისტორიას ეტენება რა ისიც ცდილობენ ისტორიის ამოტრიალებას რომ ყველაფერი ცუდი იყო რომ აი გარეთ ვერ გადიოდი ქუჩაში შითიშისგან ის ხალხს კლავდნენ წვავდნენ ხო ნუ ეგ ამბავია ცხადი ისტორიის გადაწერის მცდელობაა რაც რუსებს აწყობ და როგორც არ უნდა გძულდეს ნაცები შეუძლებელია ნუ თუ ფულზე არ ზიხარდა რაღაცა ხო ყოველ შემთხვევაში გულის სიღრმეში არ ხედავდა იმ პრობლემას რომ ხო რაღაცა ერთადერთი მხარე ვისაც აი ეს აწყობს რაც ახლა ხდება არის რუსეთი ინგლისური რო იცის ყველა ბავშვმა და რა მე ეგ ნაცების დამსახურება სრულყოფილად ის არის ეთნიკური მე მაგალითად სომეხი ვარ ხო წარმოშობით და მახსოვს თუცა მიშა მოვიდა სკოლაში მასწავლებლები ბავშვებიდან არასოდეს არც ბავშვების შორლებისგან პრობლემა არ მქონია მაგრამ მასწავლებლებისგან ხშირად მქონია რაღაც პრობლემები ეთნიკურ ნიადაგზე ანუ ძალიან კაი კლასი ვიყავდა ყოველთვის ძალიან კაი შორლები ვიყავდა ისე ორ სკოლაში ვიყავი და ორივეგან არასდროს არ მიგზდიან ბავშვებისგან რაღაცა მაგრამ მასწავლებლებიდან მოდიოდა მიშა გამოვიდა მახსოვს ტელევიზიაში და უთხრა რომ თქვენ მოგიტყოთ კარგი სტრაქს მასწავლებლებს უთხრა რომ გაგრიცავთ ყველას ეს მორჩესო ძალიან ქვეყნის 25% არა ქართველებისგან შედგებაო და მორჩა და ეგეთი ბევრი წვლიანი ეგ მე რაც შემეხო თორე გზების სტადიონები რავი თუნდაც ევროპაში რომ მივიდივართ უკვე ეძიკამ დაიწყო ეგ გზა მაგრამ მიშას დროს განხორციელდა თუნდაც უვიზო მიმოსვლა ეხლა ნაცების ამბავი არ ხე კოცი მოგალ თუ ჩაიბარეს ის ამბავი ხო ნუ მოკლედ რა ეგ ამბავია ხო ეხლა ნაცი არ ხარ არ შემეტანს მაგრამ ეგრე არის რა კარგი ამბავი მოხდა ამ კვირაში კაცია გამოუშვეს ერთ-ერთი მსჯავრდებული რომელსაც მაგასა ნარკოტიკულ საქმეზე იყო ერთ სიტყვით 8-დან 20-მდე ანუ ადვოკატირება ემუქრებოდა როგორც ახობაძეს ხო აბრამოვის ასევე რომელიც გამოუშვეს ანუ 4 კაცი იყო ნარკოტიკებზე დაჭერილი ერთი დარჩა კიდე ერთი არის ის გოგო ჩეჩინი და გოგო არ კიდე არ ჩეჩინეთათო დაიჭირეს ხო ჩეჩინ დატოვეს ნუ ეს სამი კაცი გამოუშვეს და მათ შორის ნუ სასამართლობის მორჩედიაში ნარჩენ აი 8-11-იანს ძირითადად მუხლები გადაუკვალიფიცირეს და 2 წელი და 6 თვე ნუ მსგავსი სასჯელები მიუსაჯეს. ხო და მად ჩემი აზრით დიდი ხანი მაგას ვამბობ, ცხადი ხალხი, პატიმრები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბავშვები არავის არ აწევს ციხეში, მათ შორის ქართულ უცნებასაც, იმიტომ მათ ამორჩეულშიც ნუ არ არის ეგ რაღაც
ის რაც მაგათ რაღაცა მათთვის ქულები მოაქვს, იმიტომ ეგრე უყურებენ, ცხადია, რაღაცა რა არის მათთვის კარგი. და ჩემი აზრით, ხო, ნუ ეგ გეგმა იქნება თუ გადააგორებენ არჩევნებს და დავაგდებიან. ხო, რაღაცა ამ 2 წლიდან 9 თვე გასულია უკვე, ნუ თითქმის 1 წელი მოხდილი აქვს იმ ადამიანებს, დარჩენილი კიდე 1 წელი, ან ახალ წელს, ან ახალი წლის მერე, ხო, რაღაცა დამშვიდებულ პერიოდზე ესე დამრიგებულად რაღაცნაირად აი ყაველაშვილი კიდე ერთხელ გამოვდა, რაღაცა იტყვის, რომ აი რაღაც რადიკალებმა რომ რაღაცა ეს და ეს გაგაკეთებინეს, ხედავ რაღაც და ნუ კიდე ერთ შანსს გაძლევ, რადგან ახალგაზრდა ხარ, ასეთი რაღაცა კარგი კეთილი ხელისუფალი ვარ და ნუ შეიწყალებენ ჩემი აზრით. მე მგონია თითქმის ყველა შეიწყალებენ და ვიღაცებს დატოვებენ. ხო, ნუ ვიღაცებს დატოვებენ, ხადე მზიამაღლებელს დატოვებენ ჩემი აზრით. იმიტომ ეგ ნუ რაღაცა სამაგალითო ამბავია მაგათთვის, რომ მათ შორის საკუთარ ამორჩეულს დაუთქვიცონ, რომ ხო და პოლიციელს მათ შორის, რომ ნებისმიერი აი თუდაც ოდნავი რაღაცა ეგეთი რაღაც აუცილებლად კაცრად დაისჯება. ეგ სიგნალი, მაგ სიგნალს გაუშვებენ პოლიციელებთან. კი. ეხლა პირველ რიგში ის არის, რომ ეს ჩეჩინის ამბავი ის არის, რომ ყველანი ვიძახს წინასწარ, რომ ალბათ ნარკოტიკებზე რადგან ახობაძე გამოუშვეს, ხვებსაც გამოუშვებენ, მაგრამ კონკრეტულად ჩეჩინთა მიმართებაში რადგან რუსია, შეიძლება რუსების დაკვეთა იყოს, რომ მაქსიმალურად დაისაჯოს და ეგრეც მოხდა, რომ მაღაზე მეტად ვერავინ ვერ დაისჯება რა. ყველაზე მეტი მისცეს და რავი არც გამორიცხულია შეიწყალონ ეხლა ჩეჩინი და რავი ძალიან ცოდოვარი და ის არის რა. ის ერთი შემთხვევა, როცა ერთი რუსი 1000 ხუთს ჯობი. კი, ბატონო. და ძალიან ცოდოვარია და ბიჭულის კი ბიჭი, მაგრამ მე ხო ველოდებოდი რომ გამანტყუნებელი იქნებოდა და არ ვიცი რა თქვა. ახალი წელს გონია რომ შეიწყალებს და ცალკე ის არის რომ შეწყალებას მე შენ დასტური ჭირდება, ხო? არა. არა? ეგ შეიცვალა. არ ჭირდება, მალე ყველასაშუალო ლაპარაკა მაგაზე, აღარ შენს აზრს არ გეკითხებიან უკვე. ჩვეულებრივად გიშვებენ ციხიდან. თანახმად ხარ თუ არა. ხო, ნუ შემდეგ ოდიშარიას თემა იყო კიდე საინტერესო. თრალი იყო, кайფში იყო, გასმარიცის ახლა, მაგრამ ნუ გამოვიდა. გაკლევებული იყო. კი, ფაქტია, ეგ შეფასება შეგვიძლია მივცეთ. ნუ პოლიციელებს კორდონს რაღაცა გარშემორტყმული დადიოდა ქუჩაში და ნუ აქტივისტებს აგინებდა გოგვიან, ბიჭიან და ყველას და მე აქაც რაღაცნაირად ნუ ქართული ოცნების ამორჩეულთან რაღაცნაირად კითხვა მექნება, არ ვიცი, ეგ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ წევრს რო ეგ ექნა რაღაცა. ხო, ყველა გამოხდებოდა იმ ეგეთ ნაცების დროს მოხდა რა, რამე ნაცების რაღაცა წარმომადგენელი ესე გამოსულიყო და ეგინებინა როგორ არა კაცო, იყო დასაწყისშივე. პანჩური ამოვარტყა კირკიტაძე მსაჯს, ბიჭო თამაშის დროს. ეგ დამარეს. ეგ ნუ ეგ როდის მოხდა? ისე მოხდა რომ კამერები არა ძველი დრო არიან. აი ნაცები რომ პიკში არიან ეგ დრო არის. ხო, ნუ ეს სიტყვით ნუ ეგ ამბავია. ეგ უცებ რაც გამახსენა თუ რაღაცები იყო. ხო, ბავშვებს ეუბნებოდა თან. გირგულიანის ამბავი თუნდაც. ოდიშარია ბავშვებს ეუბნებოდა, 9 აპრილსაც იყავით. 16 ნუ ეგეთ რამე არ მოხდა რა ხო. ეგ რაშუაში ტიპი რადონემდე გასული იყო, ბავშვებს ეუბნებოდა, სად იყავით 9 აპრილს. დაბადებულების არ იყვნენ. ნუ ერთ სიტყვით, ნუ ყველანაირად გასული იყო და ხო რაღაცნაირად ეგ ჩვეულებრივ ნუ რაღაც კოცური ფარისევლობა, იმიტომ რომ არ მჯერა იმის, რომ ის ხალხი ვინც ეხლა რაღაცა კოცების მხარეს არის და ადრე რაღაცა წუხდა არასამართლიანი დაჭერილ აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, ნაცემ რაღაცა მომიტინგეებზე, რაღაცა გულწრფელად ვინც მაგას წუხდა, დღეს ხმას არ იღებს არავინ. და ეგ ამბავი არის, რომ რაღაცა მცირე ნაწილმა მიცა რეალურად 2012 წელს სრულებას ხმა. და უმრავლესობა იყო ის, ვინც რაღაცნაირად მოინდომა მოძალადის მხარეს ყოფნა. და აქედან რაღაც ყურება მაგ ყველაფრის. აი მეიღეთ ბოზებო. აი გამოვიდა. კი. რავი, დავიწყოთ იქიდან რომ ბექაოდიშარიას კი ბოზე იყო კიდე საუბარი, კი ბოქს, ვერ გავიგეთ ხან ძახინა აქვს, ხან არ აქვს, ვერ გავიგეთ. არ აქვს მაგას კი, რეზექცია გაიგეთა კუჭისა. ხო, აი ის არიან. ეგრე უბრალოდ ის იმდენად არ უხდება და იმდენად შიპლიპიტოსავით გამოიყურება, რომ ხალხს გონია, რომ ის კიბო აქვს. ნუ როგორც ვიცი მგონი არა აქვს კიბო, რამე ახალი თუ არ არის. აი სიმპათიის გამო და პლუს კი ჩვენი ბაბლი, ანუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ბაბლი იძახდა, რომ აი როგორ შეიძლება კი მაგათი დედა მოტყან კაცო, როგორ შეიძლება. ანუ რავი, ჩეჩინის რავი თავშია გამონაზარდი და საოპერაციოა კიბო აქვს თუ არა არც ვიცით, ანუ არ უტარდება კვლევა ადამიანს კიბო აქვს თუ არა არ ვიცით, მაგრამ რომც არ გქონდეს კიბო გაუჩნდება, ან მოკვდება, ან რაღაც ეგეთი ან
ის გაუსყდება, რა ქვია. ნუ ძალიან სახიფათო სიტუაცია და იზრდება, ანუ ბოლო შემოწმებიდან გამოიზარდა რამოდენიმეჯერ წამონაზარდა, იმით მეტი სტრესში არის და ის არის, რა ქვია. იმდენი ადამიანი გაწიერეს პლუს კიდე რა. აი ზია ამაღლობელი ავიღოთ და პლუს კი 1000 ციხეში ადამიანებს კლავენ პოლიციის შენობებში და იქ ემპათია არ უჩნდებათ და აი ხა ბავშვები ადამიანები როგორც ემეს და იქ რა კომენტარებს არ აკეთებენ. ანუ ის აი მაკო გომურს თვალი არა აქვს და თვალი ვირად ხარეს ხალხს და რა არ ქნეს კაროჩე და ის არის რა ქვია. აქეთ გადანაშაულებენ შორის რადიკალი ხარ და ნული ემპათია და აქეთ გიმატებენ და აგერ ხალხს ციხეში მშობლები გარდაეცვალათ და აქეთ დასცინიან და რავი ბოლომდე ანადგურებენ. მაგათ დიდას მოვთხრა რა. ხო, ნუ ეს ემპათია და რაღაცა მორალისტობა იდიოტობაში ის არის ყოს ელენა ხოსტარიან ის უცნობის ძმის ლევან გაჩიძილას გრეჩხას რომ მიუსამძიმ რა ერთი გუში განცხადება აკლდა ხარდასაჭერი და ეგ ოდიშარიას კი ბატონო ხო ნუ ეგ პრობლემა არის აქ მხარეს რა თქმა უნდა მორალურ პედესტალზე რო დგანან ხოლმე რა მან დგებენ ხოლმე ის რუსები და ლევაკები ეგეთ რაღაცებში შორის ისინი ერთ პოზიციაზე არიან ყოველთვის ყლეები არიან თუ რა არიან ეგ დამოკიდებულება ჯამში რავი რუსეთი ევროპა იღეს ჩვენ იგივე ნუ ფაქტიურად შევეხოთ ჯერ სხვა დონეა მაგრამ ესენი აქეთ მორალისტობენ რაღაცა ის მინდა ეს გუშინელ ამბებს შევეხო კიდე ტრამპის და ევროპის რა მე ხო მაგაზეც ვილაპარაკოთ ხო კოცების ამბავი გავუგზავნოთ შვილის თემები რაღაცა რაც ვნახეთ ერთ-ერთი დაჭერილი აქტივისტის მამა კოცების საკრებულოს კანდიდატია რაღაცა პროპორციული სიტყვით ისე არ ვიცი ნუ ერთ სიტყვით ნუ რაღაცა სიაში ყავთ კოცებს დაიჭირეს ეგოგო აქტივისტი და ნუ რაღაცნაირად დაიწერა პოსტი რომ თურმე ეს გოგო არის ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი ეს ადამიანი და მამამისი რაღაცნაირად ცდილობს უმკურნალოს მაგრამ ამას ნაცები იყენებენ სათავისოდ და ეს ფსიქიკურად არაჯანმრთელი ადამიანი აქციებზე დაყავთ ასევე კიდე ერთი შემთხვევა იყო მოვარდნის აქციაზე სადაც რაღაცა ერთ-ერთი დაჭერის მამა რომელიც მერის თანამშრომელი აღმოჩნდა პრეტენზია გამოთქვა რომ ჩემ შვილს რატო ადებილებთო 20-30 ლარს უხდითო მე სახში ვკეტო მაგრამ ის მაინც გამოდისო და თქვენი ბრალი არის ყველაფერი ევრო მაინც ყოფილიყო ხო და ეგ ამბობენ რომ კოცებს შვილებში ენძრევათ ბევრი ბობოლა კოცის შვილის მათ შორის იყო ანტირუსულ აქციებში რუსულ კანონის აქციებზეც და მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირის ამბავზე კობახიძემ რომ გააკეთა განცხადება მანდაც ბევრი კოცის შვილი იყო ხო ნუ შვილებში პრობლემა აქვს ცხადია მაგრამ რა დონის ნაბიჯვარი უნდა იყოს ადამიანი რომ რაღაცა თქვა რომ ჩემი შვილი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის ეგერთი ან რატო უნდა კონდეს შენ შვილზე იმდენად დაბალი წარმოდგენა რომ რაღაცნაირად ნუ ხო ალბათ თვითონ როგორ ცხოვრობენ 20-30 ლარი რო გადამწყვეტი და ოღონდ სამსახურია დაკარგო მერიაში ან სადმე და მოსწვია ყველაფერს დედისტრაკი ეგრე უყურებენ თავის შვილებსაც მაგრამ ნუ ფაქტია აქეთ შედარებით უკეთ გამოიყურება ახალი თაობა ვიდრე ძველი ხო ფაქტი არის რომ ის არის ყველაფერზე წამსვლელები მასტები არიან ძირითადად რა შენ შვილს ესე რომ დააბრალებ ესეთ რაღაცებს თან სხვისი იმით სახელით შენ სახელით რაღაცა ხალმა დაწერა ეგ ნუ პროპაგანდამაც აიყოლო პოსტი იმას დაპოსტა მერე და ასე შემდეგ რა ნუ ეგ არის რა ეგ არის კოცობა რომ ყველაფერი აი საბჭოთა კავშირი როგორც იყო რა ის რომ პავლიკა მოროზოვი იყო იქ ეს იყო რა პროპაგანდის ერთ-ერთი არაფერ ახალს არ იგონებენ ერთ-ერთი გადმოაქვთ რუსული პროპაგანდა და აკეთებენ აქ რა ეხა უბრალოდ ისე შეტოპეს და ესეთი დაძაბულობა რომ უკან გზაც არ აქვს და ბოლომდე აწვევიან რომ აი ფულის გამო აი შენთან მით ამტკიცებენ თავის ახლობლებში აი შენ რო იყო შენც ეგრე იზავდი უბრალოდ ეს პონტი არ აქვს და ჩემი შვილს და რაღაც ყველანაირ ჩემს სახიფათო დრო მოდის და ეგ ნიშნავს რომ ძალიან სხვა ეტაპზე გადადის ქვეყანა და დაჭერებიც მოკლა დაჭერებიც რაღაც ეგეთ ეტაპზე გადადის რომ აი როგორც ბელარუსი რუსეთში იყო ახალ ეტაპზე გადავიდა რაღაც ეტაპზე ჩვენც ახალ ეტაპზე გადავდივართ სადაც სიტყვის თავისუფლება არ არის დაცული Facebook სტატუსების გამო შეგვიძლია გაგიშვან ორ თვიანზე ან ჩვენ პოდკასტის გამო შეგვიძლია ერთი კვირით გაგიშვან ხოლმე თუ არ გაგიშვან ვიღაცებს დაგახვედრებენ და გცემენ პროსტა თუ კანონის მიღმაც აქვთ ეგ ბერკეტები ხო ნუ ეგ ამბავია ტურბულენტურ ზონაში არიან კოცებიც ზოგადად ქვეყანა და ნუ კოცები მაგრამ თუ დაასტაბილუროს რაღაცნაირად გავიდნენ სამშვიდობოსავით
აი მერი აქეთ მაგრად დაგვინწრება. და სანამ ეს ტურბულენტური ზონა არის, რაღაცა აქეთ უნდა გამოვიყენოთ ეგ შესაძლებლობა და რაღაცნაირად ისე ვქნათ, რომ მათი თვითმფრინავი ჩამოვარდეს. ოღონ არა პირდაპირ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ დაბრალდეს მაგრამ. შენ რა თემაზე გინდოდა საუბარი? მინდოდა ევროპის ამბავზე მინდოდა საუბარი. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროპა გვინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იქაც ბევრი პრობლემაა. რუსეთი დღესაც არის ყველაზე დიდი დამსახურება არის ევროკავშირის და მაგ პოდკასტის მიზანი ერთ-ერთი ისიც არის, კლიშეების გარშე ვიძახოთ, რომ მაგარი გამოყენებულები ლიდერები ყავს ახლა ევროპას და იგი მრავალი წლის გამო იყვნენ მრავალი წლის გამო არიან ესეთ სიტუაციაში, რომელიც რავი, რუსეთს ყველაფერი მისცეს, ფული, ყველაფერი აპატიეს, ისა პირფერობდნენ, გვატყუებდნენ ჩვენს. მოდი ობიექტურად რა, ჩვენ ევროკავშირში მიღება შეელოთ. და ნატოში, ევროკავშირში თუ არა, ნატოში უნდა მივიღეთ რა. უბრალოდ გამოყენებულა მერკე რა, მა. აი ცინახიდაშვილს რო აგინდებს ღარიბაშვილი ხა მეზარება, მაგრამ ეგრე ვაგინეთ ჩვენც. მერკელმა დაბლოკა საქართველოს რეალურად, თორე ვიქნებოდა დღეს ნატოში. და არაფერი, ეს არც უკრაინის ამბავი არ იქნებოდა, არც არაფერი, ხოცებიც ესე ვერ იბლატავებდნენ, ჩაჯმულები იქნებოდნენ. ამერიკელს ერთი ამბავი ვიცი, მე მოგიყვები ოღონდ. და ამერიკელს ერთი ამბავია და ის იქნება ისეთი დრო მოვიდეს, აი ხოცები რო შეიცვლებენ ეგ ამბავი და მოყვეთ პირდაპირ ეთერში. რატო არ მოგცემ მაპი? მაგაზე თან ისეთ ხალხს აქვს მოყოლილი, რომ მაგარი ამბავი, მაგრამ ეხლა რა მინდოდა? გუშინ შეიკრებდნენ, აი ტრამპს ბევრი სიგიჟე აქვს, მაგრამ რაღაცებს შეთანხმები რუსეთის სანქციების ახალ პაკეტზე რა. სადაც იძახდა ევროპამ, რომ ის არის ჩვენ გვაქვს ამ მომზადებული პაკეტი, მაგრამ ტრამპი არ არის და ტრამპის გარშე ამერიკის გარშე არ მოდის პასუხი რა, ძალიან სერიოზული სანქციებია მართლა, სერიოზულად დაარტყავს ნავთობის ინდუსტრიას და ტრამპი ეუბნება, თქვენ შემისება და აბსოლუტურად მართალი არის მაგ ამბავში, რომ დედამოწყული თქვენ რუსეთის გაყიდულობთ ისა გაზსო და ვისაყლებებთ, ანუ დღემდე არ გაქვს შეწყვეტილი, მე არ ვყიდულობ რუსეთისგან არაფერს და თქვენ გაზს ყიდულობთ დღემდეო და რანაირად ითხოვთო ჩემგან სანქციებსო გააუქმეთო, ანუ არ იყიდოთ რუსული ნავთობი და კი ბატონო ბაზარი არ არისო, ხო? ამაზე გამოყენებულმა ევროპელებმა ისე რო ვიციან, აი აქ თბილისში ვიზივართ ორი კაცი და ვიცით ეს ამბავი და იქ ამერიკამ და ამერიკის უშუქებამ არის ხო ეს ამბავი. რო ისა რო ქია, ჩვენ არ ვყიდულობთ მარტო უნგრეთი და სლოვაკია ყიდულობენ რუსეთიდან გაზსო და აქედან ვიტკოფი რო არის. ეს იმან უთხრა, ის არის, შეარწმუნა ბლუმბერგს უწერია ძალიან კაი სტატია მაგასთან დაკავშირებით, რომ ის არის. ინდოეთისგან ყიდულობთ გამოყენებულებო, ეგრე უთხრა პირდაპირ. ანუ ინდოეთისგან ყიდულობენ რუსულ გაზს, უბრალოდ ინდოური აწერია, რაღაც პატარა პროცენტით ისა ამატებენ მაგაზე და მთელი ევროპა ისე რუსულ გაზზე ეს რეალურად. უბრალოდ აქამდე ესე ყველა მიცოდა, რომ ვეხმარებით მათ შორის საქართველოს, ყაზახეთი, აზერბაიჯანი სპორტებით იმით ამით და უბრალოდ ამერიკამ ისა აქამდეც ბაბაი ამერიკის ძველი მთავრობის ბრალიც ეს ბაიდენი რომ რაღაცებს თვალს ხუჭავდნენ და არ იმჩნევდნენ რა. ხო და იმან უთხრა ვიყიდულობთ ინდო გაზს რომელიც რა ინდოიც რა გაზი აქვს ეგეთი. ჩვეულებრივ ჩადის ინდოეთში პორტებით და ყიდულობს მე ევროპა და ის იძახენ ჰოპ არ ვიყიდულობთ რუსულ გაზს. აი ეგეთი ისინი არიან ამ წარმინგი პირდაპირ ადამიანი ახლა რუსეთი გადადის ახალ წარმოებაზე არახს რომ 5 წლის განმავლობაში ნატოც აღიარებს მაგას რომ ომი დაიწყოს უკვე ევროპასთანაც მათ შორის პრიბალტიკაში რომელიც სუსტები არიან და დიდი ჯარი არ ყავთ იმათ დაარტყავს და ეს ყლეები ამათ დიდებს შევეცი როდემდე უნდა ვაპარავთ არ ვიცი კიდე ერთხელ ვიძახი მე მინდა ევროკავშირი მე მინდა ოღონდ აი ჰარდის გერმანიის კანცლერის ნაირი ლიდერები რო ყავდნენ და ფინეთის პრეზიდენტი რო არის მერცი ხო ფინეთის პრეზიდენტი რო არის მოვიწოდება აი ესეთი ლიდერები რომელიც ამ საფრთხეზე საუბრობენ, სამხედრო ხარჯებს დიან, არიან თანმიმდევრულები, აღარ თანამშრომელი რუსეთთან. გერმანიას რო ქონდა სარგებელი რუსეთისგან ეგეთი რა ვიცი. კი ბატონო. ხო, ნუ ეგ არის ევროპის პრობლემა ზოგადად. ბილები არიან იმენ. ბილები არიან, რაც დიდი ხნის განმავლობაში კომფორტში მცხოვრები ბიუროკრატები, რომლებმაც, რავი, ორი ნაბიჯის გადადგმა ისე გაართულეს, რომ 100 ნაბიჯის გადადგმა გიწევს. და ეგ მათ შორის, ნუ დემოკრატიის რაღაცა შემადგენელი ნაწილია. ზოგადად რაღაცა, მაგრამ ნუ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელს გიშლის ეგ. მაგრამ ნუ ბიუროკრატია რო გაბერილი აქვს 1000 სისულელი და იდიოტობა რო ხდება, ეგ გასაგებია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თუ ევროკავშირის წევრი გავხდებით, ჩვენც ეგეთი ყლეები გავხდებით. ვაფშე არ ნიშნავს. არ არის, ესტონეთი არ არის, იქ პოლონეთი არის, არიან ეგ მესიჯი არის კოცების მხრიდან, რომ აი იქეთ რაღაცა გაგვეპიდარასტებენ, სარწმუნოებას აგვართმევენ. ის და არ არის ეგრე. არის ქვეყნები, სადაც გეი ქორწინება დაშვებული არ არის, მათ შორის რეფერენდუმის სახით, ხორვატია თუ არსებია ეგეთი ქვეყანა.
არის ქვეყანა, სადაც მიგრანტების პრობლემაზე საუბრობენ კოცები, რომ აი მიგრანტები არის ეგეთი ქვეყანა პოლონეთი, რომელსაც ფეხებზე კიდია მიგრანტების მიღება. ტოლვილების, განსაკუთრებით მუსულმანებზე აქვს ჩაჭერა იმ მთავრობას. ერთ სიტყვით, შეგიძლია იყო ევროკავშირის წევრი ისე, რომ რაღაცა გაკეთო ის, რაც შენ გინდა. რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტული რაღაცა ელემენტარული რაღაც წესები რაც უნდა დაიცვა, რომ ადამიანია და გეია თუ ლესბოსელია თუ შავკანიანი ადამიანია და კანონი ერთნაირად უნდა ვცელდებოდეს ყველაზე, მაგრამ ის რომ რაღაცა ტრანსგენდერი უნდა გეჯდეს სკოლაში ან რაღაცა მილიონი ტოლვილი უნდა მიიღო, მაგის ვალდებულება არსად არ არსებობს. ჩემი ეგ ოპოზიციის ბრალია, თუნდაც აი ხარ გამოვიდნენ, რომ კაც ხალი არ ექიმო არასოდეს და ქალს ხალიო და ვერ დავარეგისტრირთო. უნდა გამოვიდეს უბრალოდ ფაქტი, რომ ქართული ეთნობის დროს ეგეთი რაღაცა მოხდა ჯერთი, რომ კაც ჩაუწერეს, რომ ხალი არის. 2016-15-ში. და ეგ ჯერთი არავის ერთ ოპოზიციურმა ლიდერმა არ ახსნა. მეორე კიდე გამოვიდნენ და თქვა, ანუ რატო არ იძახს, ანუ ეგ ისეთი ელემენტი, რომ ხო, ანუ არც ჩვენ დროს არასდროს, როცა მთავრობაში ვართ, ანუ რას ერიდებიან, თითქოს აი ეგ არის, რომ ზედმეტად ჰუმანურები და რამე, ანუ შიქ ხო არა გაქვთ. უნდა გამოვიდეს ოპოზიციური ლიდერების ნაწილი მაინც და თქვას, რომ არასოდეს ჩვენ დროსაც როცა მთავრობაში მოვალ და მთავრობას გადავაყენებთ, რასაც ვიზავთ, ხალი იქნება კაცი, კაცი იქნება კაცი, ვერ დარეგისტრირდებთ ისა, ვისაც უნდა სახში ასაკეთონ, ჩვენ ყველა ადამიანს პატივცემთ, მაგრამ ხო არა ხალი არის, სქესი არის მარტო ორი. ეგეთი რაღაც არავინ არ იძახის და ადრე ტრეინინგი ჩაატარეს აი მშვენიერაძემ და იმებმა, რომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცების ხსენა, რომ პროპაგანდა შენ წინააღმდეგ გამოიყენებს ამ იმებს, როგორც კი შეხვალ მაგთემებში, უფრო სწორად გაგაშავებენ და რაღაც 1000 სისულელი. თუ ყლე ხარ და ვერ ჯობი ხარ საუბარში, მაშინ კი ბატონო გაგაშავებენ. რაც არ უნდა ელაპარაკო და როგორც არ უნდა ელაპარაკო, მაინც ყლედ დარჩები. ეგ ამბავი. ხო, ნუ აი ამ სისულელების შოთ ეს NGO სექტორის სცენი ვერ მოვიშორე დღემდე, რომ იმაზე პასუხი არ შეიძლება, ამაზე პასუხი უნდა იყოს უფრო მაგარი, რომ ერთხელ რომ დაგარტყავენ სამჯერ უნდა დაარტყა თავში. კი ბატონო. უნდა უპასუხო რა, უნდა უთხრა ხო მე წყლეზე მკიდია, ფეხებზე მკიდია და არ მაინტერესებს, დღეს ვარ ძალიან გავრაზებული და ბევრს ვიგინები ბოდიშით. მაგრამ ეგრეა, ხო ეგეთი პოდკასტის გაკეთება გვინდოდა, რომ რაც მიდის საუბარი ზოგადად ოპოზიციურ შიდაწრეებში და რამე, ზუსტად ეგეთ საუბარი ქონდეს ეთერში ხოლმე რა, რომ ჩვენს გვაწუხებ რაღაცებს, ტვინი გვაგვიბრუღა უკვე და შეწუხებულები ვართ რა. მოკლედ, უნდა ისაუბროს ოპოზიციამ ყველაფერზე რა. თუ ისეც გაშავებულები ხართ, უმეტესობა მეტი რაღა უნდა გაგაშავო. ტრაკი არ არის მაგის საკონტაქტი. ხო. ეგ ამბავია, ხო, ნუ 4 ოქტომბრის თემა ისევ აქტუალურია. რაღაცნაირად დაიწყო, გრძელდება პროფესორ ხაბეიშვილი და ბურჯულაძე აგრძელებენ ამ კამპანიას 4 ოქტომბრის. აქეთ ამხრიდან ოპოზიციაში, რუიანი და ლელო გახარია. ლელო კიდე რას იზავს ახლა კაცმა არ იცის? რუიანი უკვე დაიშალა რა. რუიანიც, ხო, რუიანი ნაცები გავიდნენ რუიანი. ხო. ნაცები გავიდნენ რუიანიდან ჩერგოს. და სამართლიანად. კი ბატონო, სრულად. ხო და ნუ ერთ სიტყვით ისევ გაურკვევლობა აქეთ. ხაბეიშვილმა სწორი ილაპარაკა ინგა გრიგოლიასთან ერთში, რა რუიანი რა ცხრიანი, რა დროს ეგ არის საერთოდ. 16-იანი. ძნევა არის ყველაფერიო, ჩვეულებრივად კონკრეტული ამბავია და კონკრეტული ამბავი არის მოსაგვარებელი, ქოცები არიან მოსაშორებლები. ხო და მათ ხო ნუ რაღაცა მთელი გული შემოვთქვივრობ ხაბეს ზოგადად ამ შემართებას, ამ მიზანს. თუმცა ხო ნუ მადაც ბევრი სიფრთხილე არის საჭირო. რა თქმა უნდა, სწორად უნდა იყოს დაგეგმილი, ნუ გარდა დუხზე მოყვანისა ხალხის, ტექნიკურადაც გამართული უნდა იყოს ეგ ამბავი. ხო, რა, ძალიან ისეთი ბევრი განცხადება საკეთებს ხაბე, რომელიც მომწონს და ბურჯულაძე აკეთებს, რომელიც არ მომწონს, მაგრამ ნუ არ აუშავს რა, ნახოთო, ერთადი, მაგრამ რაც არის ოპოზიციურ დაკვეთაზე, ყველაზე მეტად, რასაც ეს კომანდა აკეთებს, ეგ ჩანს ყველაზე მეტად რა. იმაზე კიდე ეს ნაცებსაც შეეხებათ რუიანიდან გამოსვლაზე სწორი არის, ანუ რაცასაც მე ვიძახდი წინა გადაცემაში, ერთი კვირა გავიდა უფრო დაიძაბა ოპოზიციაში ბევრად, რომ თითქოს არ იმჩნევენ და ყველა ერთმანეთის მაკაცია და რამე უფრო დაიძაბა. დღევანდელი ამბის მერე უფრო დაიძაბება. დღეს ხა ამას ვწერთ ჩვენ 3 საათზე დღის და დღამისადზე რო ჩაგვეწერა, იმდენი ამბებავი დაემატებოდა, რომ ერთ კვირაში ისეთი ამბები იქნება, ბაღბუხები იქნება სუფთა და. ხო, იმის თქვა მინდა, რომ ძალიან ის არაბუნებრივია ეს სიტუაცია ოპოზიციაში, ამ შვიდეულია, ხა უკვე შვიდეულია, რომელიც არ არის და მოკლედ რა. დაცები სწორედ იყვნენ ჩერგოსთან შეუძლებელი ურთიერთობა, რასაც ჩვენ ვიძახდით, რომ ვინც გააგრძელებს ჩერგოსთან ურთიერთობას, ის ჩემთვის არც მაგის ამომრჩეველი არ ვიქნები, არც სერიოზულად არ ავიღო მიმხავს რა, იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს.
შეუძლებელია ამ ხალხთან რაღაცები, ისეთი რაღაცები გავაკეთე და ჯერ ერთი დღე ბოდიში ხომ მოიხადა იმ ბავშვის მერე და მომავალი ერთი კვირა ყველა საჯვავდა და ისევ გონორზე იყო და აი ღირსებიც ახართ და მოკლედ 1000 სიგიჟეები. სამკურნალო, ანუ შეგოს უსულო ჯანმრთელობა და დაწოინა სადმე ფსიქიატრიულში რომ იქნებ მოაბრუნოთ ეს კაცი. მაგრამ გონი ნორმალურად არც არ იყო, მაგრამ შედარებით. ცოტა შორის კოუჩების შტაბთან, რაც შტაბი ხო გახსნეს, სადაც უდიშარი გამოვიდა, მათ იყო აქცია და ნუ იმ დღეს საკმაოდ ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ეგ ის ამბავია, რომ რაღაც ის ხალხი, ვინც აპროტესტებდა დეკემბერში, ნოემბერში, კი არა დეკემბრის აქციებზე, იანვარში არსად არ წასულა, ნაწილი შეიძლება წავიდა ქვეყნიდან, მაგრამ ნუ იმდენი კრიტიკული მასა არ აქვს. ეგ ხალხი აქ არის ისევ უკმაყოფილო ხელისუფლებით, თუმცა მაგ ხალხისთვის ის მიზეზი თუ რატომ არის რუსთაველი, რაღაცა რუსთაველზე რატო არ დგას ბევრი ადამიანი, არის ისევ გაუგებრობა. გაუგებრობა, რას აკეთებს ოპოზიცია, რას ვაკეთებ, აი მე რო გამოვ რუსთაველზე, კონკრეტულად რა მიზანი აქვს ამ გამოსვლას. მაგ კითხვაზე პასუხს ემს, ნუ კონკრეტულად ახლა ხაბეიშვილი. კონკრეტულად გეუბნებ, რისთვის უნდა გამოხვიდე და შეიძლება ის გამოვიდეს, არ გამოვიდეს, მაგრამ იქ რომ მიხვალ, ნუ ხო გეცოდინება რისთვის გამოხვიდე და ეგ დრო ბევრი არ რჩება. რავი, დღეს რა რიცხვია. დღეს არის უკვე 5 რა. ერთი თვე არც არის დარჩენილი 4 ოქტომბრამდე არჩევნებამდე. კოცები თავის მხრივ ყველანაირად ემზადებიან, ყველანაირად მუშაობენ, აქ სანამ ეგ დრო იკარგება რაღაც ამ ძიძგლაობაში და ეხლა ერთი კვირა გავაკიდე იმაში. იმის გარკვევაში მამუკა რაღაცა გარიგდა თუ პროსტა გამოსირდა და ესე. ხო, იქეთ მიდის ჩვეულებრივი მუშაობა, ხალხის მოსყიდვა, დაშინება, მომზადება ტექნიკური მხარის, ყველა სცენარისთვის მომზადება და ასე შემდეგ. ხო, გამბავია. ეგ ამბავია. ეგ არის. ესეთი გამოვიდა ეს კვირა. უხალისო. კი. მაგრამ ბევრი საინტერესო. ხო, ნუ მომავალი კვირაც უკვე საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ახლა ბადრიც და მამუკას კომენტარები არ მოგვისმენია. შეიძლება სტუმარებს ყავდეს. ხო და ესეთი ამბავია ერთ სიტყვით მომავალ კვირამდე. ხო, თუ კიდევ ერთხელ რაღაცა ბოლომდე თუ მოყვებით და მოისმინეთ, აქამდე თუ გამოყვებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო. რათა ხოლმე ესე გავიზარდოთ და გავავრცელოთ ჭეშმარიტება YouTube-ზე. არც არ გვიჩქარება რა. ჯერ, მაგრამ დიდი ხანი ვაპირებთ ამ ყველაფერს კეთებას და ესეთია. პრობებით შემდეგ პარასკევამდე.